ჩემს აქეთ ჯოჯოხეთია შვილო მოწყობილი. გამოვხედავტირი ვარ, რას ვაკეთებ, ვერაფერს. ეხლა რა ვქნა გეკითხები, გამოდი, როგორ გამოვიდე, სად წავიდე. ამაზე უკეთესი ჩემთვის არაფერი არ არსებობს, ეს ჩემთვის 64 იყო. მე რომ სხვაგან გამიშვებს საცხოვრებლად, მე სად წავიყვანო ჩემი მიცვალებული. თქვენ თვითონ მიხვდით ეხლა რომ როგორი გასასვლელი არის, მე რომ მეტყვია რომ შენ ლენა უნდა გახვიდე ამ სახლიდან. ურთულესი შვილო, ურთულესი რამ არის ეს ჩემთვის. უკვე იმაზე ვარ მისული რომ რაღაცა მოუხერხო ჩემ თავს და დავისვენო, იმიტომ რომ ძალიან განვიცდი, ადამიანად აღარ ვარგივარნი შემდეგ. რომ გავედი აქედან პოლიციამ რომ ითხრა რომ ქალბატონო იძულებით ხელბორკილით ხომ არ გაგიყვანოთ, არ გავდიოდი არავითარ შემთხვევაში. ჩემთვის როგორი იქნება ახლა ამის მიტოვება, როცა რომ აი გიჟი ვარ ხალხმა ამ სოფლის. სიგიჟემდე მიყვარს ეს ხალხი. აქ მე მეზობელს არ ვამბობ შვილო. ეს ჩემი მეზობელია, ჩემი პირიდან ეს სიტყვა არ ამოსულა არასოდეს. ჩვენ ბიძაშვილები ვარ. აღარაფერი აღარა. დანგრეული, შიგნით ვეღარ შედიან ისია. ზოგი იქით არის წასული, ზოგი აქეთ არის. აგერ ბოსელი იყო, აი ესეც დანგრეულია, სულ ყველაფერი დაინგრა. აი რანაირად არის დამხობილი. სახურავეც, ყველაფერი განადგურებული არის, ყველაფერი. დარჩა? აწამებიდა? როდესაც შემიწყვიტავენ უკვე ქირაზე, მე ნაქირაებში ვეღარ ვიქნები, მე მოვდივარ სოფელში საცხოვრებლად ისევ. მე ვტოვებ 50,000 ლარს, მე არავითარ შემთხვევაში არ ავიღებ მაგ 30,000 ლარს, მოიხმარონ თვითონ, მიყიდონ, ამიშენონ, აი რაც უნდათ ისქნან და შემიშვან. თუ გინდ თვითონ 1 ლარად იყიდონ. 1 ლარად შეიძინონ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მე არ ავიღებ ამ თანხას. თუ მე იძულებულს გამხდიან. აი აღარ გადაიხდება ის, რასაც მიხდიან მე ქუთაისში ნაქირავებში ვარ. თუ კი იმ ქირას მე აღარ მომცემს თავრობა, ხო, მე იძულებული ვარ შვილო და მე ბრუნდები უკან. და თუ კი იმას ეცდებიან, რომ მე გამოვიდე და ძალდატანებით გამომიყვანენ გარეთ, ძალდატანებას თუ მოახდენენ ჩემზე, მე ვიცი ჩემ თავს რასაც ვსამ. და მაგენზე იყოს ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული. შეუძლებელია შვილო. ნამდვილად შეუძლებელი 10,000 დოლარად შვილო. აი წავიდეთ რომელ სოფელშიდაც კიდე. ჭიშურა არის ქუთაისთან რომ გამოდიხარ სოფელი. ნუ ქუთაისთან ახლოს არის და ისე ვიკითხე უბრალოდ მიწა რომ ვიყიდო რა 15,000 დოლარი. მხოლოდ მიწა შვილო. პატარა ის მივაშენე და 5,000 ლარი დამიჯდა. შეგახედებთ რაც გავაკეთე 5,000 ლარი. და მე 30,000 ლარად სად წავიდე? 112 ოჯახია. მე მილიონზეა ლაპარაკი, ორი სოფელი არის დაქცეული დაღუპული. კი ბატონო. 1 მილიონი უდევს სახში. ამ ხელა თანამდებობისგან. ხათა შენ იღებ 30,000 ლარს. არაფერს არ ვიღებ. რო ავიღო, ესენი ქირას აღარ გადამიხდიან და ავალ და დავჯდები მთავრობის შენობასთან და ვიქნები იქ, სახლი მიაღარ მაქვს, კარი მიაღარ მაქვს. ეგენი ვერაფერს ვერ მთავაზობენ და ვიქნები იქ. რა ვქნა? ამ ფულით ვერაფერს ვერ ვიყიდით და უნდა დავხარჯოთ ისევე ქირაში. რა გავაკეთო იმით რო ავიღო? საცინად გვიგდებენ, ასე გამოდის. ეს არის სასაცილო თანხა. 10,000 დოლარად. აი ერთ ბოსელს ვერ ააშენებ ადამიანი რა. 30,000 ლარი რომ 2012 წელში შეიმუშავენ ეს კანონი და დაწესდა რომ 30,000 ლარი ესეთი მათ. იმ 2013 წელში ის 30,000 ლარი შვილო შეიძლება კი არა, ნუ რაღაცა ის ქონდა იმას, ძალა ქონდა მაშინ იმ 30,000 ლარს და დღეს 30,000 ლარი. მის შემდეგ რამდენჯერ შეიცვალა ხელფასები?
რატომ გაიზარდნენ ხელფასები, თუ კი ეს კანონი ასე უნდა დარჩეს 30-ად, ეს არ უნდა შეიცვალოს. ესე იგი რაღაცა მოხდა ისეთი, რომ ის 30,000 ლარი არაფერს აღარ წარმოადგენს, ამიტომ იცვლებს ხელფასები, ხო? იმატებ იმისთვის. და ეს კანონის შეცვლა არ შეიძლება ამის, რომ ეს შეიცვალოს 13 წლის მანძილზე, რომ ეს ლარი არაფერს რომ აღარ წარმოადგენს დღესდღეობით. $10,000 ეხა გავიდეთ, სადაც გინდა, ჩავძდეთ მანქანაში. ყველაზე აი ბოლოს სოფელში შევიდეთ, თუ 30,000 ლარად რაიმეს ვიყიდით. თუ კი ის იქნება, რომ აი სოფელი თითქმის ყველა თანახმავართ ამაზე, რომ აგვიშენონ, ნუ საერთო ბინა იქნება, აი დასადგმელი კოტეჯები, რაც იქნება, გაგვიკეთონ ეს და დაგვასახლონ ერთად. ყველა თანახმავართ ამაზე. მე არ ვითხოვ სასახლეს, ორსართულიან სახლს. მე ვითხოვ 3 ოთახი, თავის სამზარეულო, ბანატვა. ხილი მოყავდა, 2 ტონამდე ხილი მოყავდა, სიმინდი მოყავდა, ბევრი, მის საქონლისაკობადაც ვიყენებდით ჩალას, საჭმელი, ლობიო, რა ვიცი, როგორ გითხრათ, კარტოფილი, ხახვი, ყველაფერი მოყავდა ჩვენ. 17 სული საქონელი გავყიდეთ ერთ დღეს ლარის ფასად. საერთოდ ვერაფერი ვერ ავიღეთ იმაში. 5 მეწველი ძროხა მყავდა, ხა მეტირება კიდე რო ვამბობ. იმით ვირჩენდით თავს. დავრჩით ისე, სულ არაფერი აღარ დავრჩა. პატრულით მოვალთ და გაგიყვანთო და მე თუ გამიყვანდნენ პატრულით საქონელი სად უნდა მეტოვებია. იძულებულები გავხდით რომ გავყიდეთ. ღორები ყავდა, ღორებიც გავყიდეთ. კურდღლები, ყველაფერი რაც კი გქონდა, სულ ყველაფერი მოვიშორეთ უსებ. წყარო იყო აქ და ბასეინები გქონდა, კალმახები ყავდა, შეიძლება თავის კალმახებიან, თავის თევზებიან და წაიღო ქვევით. სახლს უყურებთ როგორ მდგომარეობაშიც არის. ორსართულიანი დიდი სახლი იყო. თავის ქვევით ჭურმარანი ქონდა, ყველაფერი წაიღო, განადგურდა ყველაფერი. ვაფეთქე, ხო? იქედან ამოდიოდა და ფანჯრებს იქ აზარზარებდა 2 კილომეტრია, 2 კილომეტრზე მეტი. მაო ის სადაც აფეთქებდნენ და აი აზარზარებდა ფანჯრებს. ახლა რატო ამბობთ ამას? მაშინ რატო არ მაშინ მაო აკეთება, სახელმწიფო საქმე ეკეთება და აი ეს და ვისეგონა ეგრე რომ რამე დაშავდებოდა იმით 2 კილომეტრის მოშორებით დაემართებოდა რამე იმას ან სოფელს ან სახლებს ვინმესაც ვისეგონა. რო დაიწყო ეს აფეთქებები, ახლა მაშინ ვერ ვგებულობდით, მაშინ უნდა გვეთქვა, მაგრამ ვერ ვგებულობდით ჩვენ ეს თუ რამეს გვიზავდა, ზიანს მოგვიტანდა რამეს. ხმაც გვესმოდა. კი ბატონო, ხმაც გვესმოდა და ვიბრაციაც ქონდა მიწაზე. ჯერ თავიდან გვეგონა მიწის დრო, ესე პატარა რყევები ქონდა, ახლა ძალიან დიდი და ასე კატასტროფული რაღაცა რო ყოფილიყო, კი ამოვიღებთ ხმას, მაგრამ აი აფეთქება რო იყო, რამოდენიმე ხნის მერე მიწა ვიბრაცია ქონდა. ჭურჭელი, ფანჯრები იმაშვებოდა, რა ქვია, წყარუნობდა ფანჯრები და იმით მივხვდით. რამოდენიმე აფეთქება იყო, ახლა მათ აფეთქებდნენ ერთ იმაზე პერიოდში, ალბათ 1 თვის მანძილზე, ახლა ზუსტად არ მახსოვს, ან 2 თვის მანძილზე. მერე რამოდენიმე ხნის მერე ეს აფეთქებები რო დამთავრდა, მერე ეს რაღაცა უკაკუნებდნენ, ვითომ მერე გავიგეთ, რომ ფერს ჭრიდნენ და რაღაცა კოდალა თუ რაღაცით მუშაობდნენ. მაშინაც ვერ გავიგეთ, ჩვენ გვეგონა რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. არავინ არ მოსულა ჩვენთან, არც მთავრობიდან, არც რკინიგზიდან, რომ შეიძლებოდა ჩვენ რაღაცა მოგვსლოდა ამ აფეთქებებით. ჩვენ ვერ გავიგეთ თუ რამე ზიანი, თუ გაგვიმეტებდნენ ამდენად, თუ გაგვწირავდნენ, ეს არ ვიცოდით, არ გვეგონა. მერე ეს გვირაბების აშენება რო დამთავრდა, მერე დაიწყეს ხიდების გაკეთება ლაშეში. და აი იქედან ამოდიოდა თუ ამოდიოდა მერე. რაღაცას ეგ გეგონება ჩაქუჩს უტყავდნენ, ისეთი ის იყო და მიწაც აი როგორც აფეთქებების დროს ისეთი ვიბრაცია ქონდა მიწასაც მაშინ. ხიდებს როცა აკეთებდნენ. ჯერ დასკვნა დაიდოშვილო რომ თოვლმა უხმა თოვლმა ქნა ეს. სკოლაში რომ დავდიოდით ჩემი ბავშვობის პერიოდში ჩვენი მშობლები გამოგვიძღებოდნენ, გვირაბებს აკეთებდნენ, თოვლის გვირაბებს და მოუყვებოდით უკან ბავშვები ჩვენ ასე ჩამწკრივებული ეს ამდენი ბავშვი და მშობლები ჩაგვიყვანდნენ ლაშეში ამხელა თოვლში. ისე იმ თოვლს არაფერი არ უქნია სოფლისთვის.
ჩემი მამის ბებია 115 წლის გარდაიცვალა. 115 წლის შემდეგ ბებია ბაბუა, შემდეგ დედა და მამა. მე 71 წლის ვარ. არასოდეს არ უთქვათ ჩემებს, რომ ამ სოფელში ერთი ქვა გადმოგორდა. აი მოხდა 2016-ში თუ რაღაცაში, რომ შევიდა ეს ჩვენი სოფელი ესეთ წითელ ზონაში. ეს ჩვენ უნდა გვცოდნოდა თუ არ უნდა გვცოდნოდა. იქნებ მე ვცდები და არ უნდა გვცოდნოდა. მოგით ამბობენ რომ წყალია მოვიდაო და წყალიანი ხო აი კარგი ბატონო ამევიდა სადაც გზარი გასდა ხო და ამევიდა ნადუხნებზე წყალი ხემაღალში შუაში რომ კი წყალი სადაც არ არის ჩვენ აქ მოსახლეები ერთმანეთს უწყობდით ხელს რომ დასალევი წყალი არ გამოგლეოდა წყაროში არ იყო წყალი მასეთი რაოდენობით რომ სოფელი დანგრეულიყო არ არის ნამდვილად უბრალოდ ბუნებრივი მოვლენა, იმიტომ რომ ეს შეიძლება გამოეწვია ძალიან დიდ მიწისძვრას, რომელიც აქ არ ყოფილა. ეს არის ადამიანის ჩარევის ბუნებაზე ადამიანის ჩარევის შედეგად გამოწვეული. კერძოდ? კერძოდ, ახლა როცა რკინიგზის მოდერნიზაცია კეთდებოდა და იქ კეთდებოდა ხიდები და მოჭრესი მთისძირები და ეს იქიდან ვიბრაციის ხმა ისმოდა აქ, აი მინები ცვიოდა ხანდახან. ფანჯრებიდან, ხის ფანჯრებიდან მინები ცვიო, ესეთი ვიბრაცია იყო და ისმოდა აფეთქებების ხმა, გვირაბი გაიყვანეს ხანდებში მეორე გვირაბი და ეს გვირაბი გაიყვანეს აფეთქებით. და მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ფერდობს მიჭრი და აფეთქებებს მიწყობ ამ სოფელში? რა იცი რომ ასე მოხდა? რა ვიცით? აფეთქებების ხმა შვილო აქ არის მოდა. მინები კარგად ზანზარებდნენ. მინები სახზე. ესე იგი ჩვეულებრივად გესმოდა აფეთქების ხმა. ანუ ამ დასკვნის გეჯერათ თუ არ? არ მჯერა შვილო, როგორ მჯერავს რომ ეს სოფელი უხმა თოლმა დაანგრია და ეს როგორი დასაჯერებელი, მე არ მჯერა შვილო ეს. სახლს გვერდით ეზო ჰქონდა კიდე? კი, როგორ არა, კი. ვენახები. თუ ციცაბო. ეს ადგილი სწორი იყო, სულ. აქ სახლი იდგა, სად არის რაღაც სახლი აქ? აქ ხის სახლი იყო, ჩაიტანა ქვემოთ. კლიანად წაიღო. კლიანად წაიღო. მაგათმა ახლა ცხოვრება უნდა დავიწყოთ თავიდან, მაგრამ სად? სად უნდა დავიწყოთ ცხოვრება ისევე სიდან უნდა დავიწყოთ? იქით მომავალი არ გვაქვს. გროვშრომობდით, სწავლობდით და მომავალი გქონდა. იქით რაღაცის იმედი გვაქვს. ახლა აღარ გვაქვს აღარაფრის იმედი. დამენგრევა თავზე და ნატრულობ რომ ღმერთო მაგ დღე მოვიდოდეს რომ აი ისე ვერ მიყავ თავზე ალბათ რაღაცას მოუხერხებ მერე ჩემ თავს